ნაწილიდან დავიწყებ, ანუ გუშინდელი ნაძვის ხიდიდან და 35 ზემოთ ბავშვები მიყვანეს და ასე შემდეგ რა. 35-ის არც ერთი არ იყო. შეიძლება მეტი ხო, არა აქვს მნიშვნელობა, ანუ ერთი რაც უნდა ითქვას, ქართულ სულას რაც ახასიათებს, ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო. აი თავიდან ბოლომდე მაგას ატარებენ სულ. რა, ანუ თუნდაც ის რომ პროვოკაციაზე მოდიან და ყველაზე დიდი პროვოკაცია მან რა იქნებოდა გუშინ, ხო, რეალურად ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები არავის არ აინტერესებდა და არანაირი ინტრიგა არ იყო. გასაგები იყო ეს რისთვისაც იყო მოწყობა და აი აბსოლუტურად გასაგები იყო ერთი კანდიდატი ჰქონდათ, რომლიდანაც უნდა აერჩიათ ამ ერთი კანდიდატიდან და აბა ეხლა როგორმე თუ მოახერხებდნენ პოზიციების შეჯერებას, ხო? და გაცილებით დიდი ინტრიგა იყო რეალურად ნაძვის ხის ანთება. ხო? და გაცილებით დიდი პროვოკაციაც ეგ იყო. და ზუსტად ქართული ოცნების მხრიდან იყო ეს პროვოკაცია თუ კი ვინმეს მხრიდან იყო. ჯერთი და იმ ადგილას სადაც რავი სისხლის გუბეები თავადვე დააყენეს რა გვეზეიმებოდა ან რა საზეიმო რა იყო არ მისმის ხო ხა გასაგებია ყველას გვინდა რომ ბედნიერი შობა ახალი წელი გქონდეს და ასე შემდეგ მაგრამ ვერ იქნება ეგ შობა ახალი წელი ბედნიერი იქ ხალხი თუ დაასისხლიანეს და უბრალოდ მძევლები ყავთ აყვანილი მეტი არაფერი არ ქვია არც ერთ დაკავებულს დღესდღეობით იმიტომ რომ იმისთვის თუნდაც რომ მე პირადად ერთ ადამიანს თუ ბევრს სჯეროდეს რომ რაღაც საფუძვლით არის ეს ადამიანები დაკავებული ან სასამართლოსი უნდა მჯეროდეს ან პოლიციის უნდა მჯეროდეს ან ხელისუფლების უნდა მჯეროდეს აი ვინმესი მათი მხრიდან ან მათი პროპაგანდისტების უნდა მჯეროდეს რა და რეალურად არავისი არ მჯერა და მაქვს საკმაოდ ბევრი საფუძველი რომ არ მჯეროდეს პირიქით რომ მჯეროდეს ან თავი უნდა მოვისულელო ან სულელი უნდა იყო ესე გამოდის. იმიტომ რომ ერთ საქმეზეც კი არა აქვს რამე აი დასაბუთებაზე ლაპარაკი ზედმეტია რაღაცა მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამ შემდეგ და აი საწინააღმდეგოდ რას აკეთებენ, ნუ ხაი შემოიღეს კანონები აი დაშტამპეს, რასაც ქვია, რაღაც ერთ დღეში არ გაუჭირდებოდათ ეგეც ყავლაშვილის არჩევის არ იყოს და ანუ კანონების რომელიც პრაქტიკულად საჯარო სამსახურში ნებისმიერ მოხელეს აქცევს აი ჩვეულებრივ რაღაც მონაპარაკე ინსტრუმენტად მეტი არაფერი ხო რაც კი იყო საჯარო სამსახურის რეფორმა მთლიანად წყალში ჩაყარეს და ჩამოშალეს მეორე ან ნებისმიერ მოქალაქის დაკავება უკვე პრინციპში შესაძლებელია გონივრული ეჭვის საფუძველზეც კი არა, უბრალოდ ეჭვის საფუძველზე. მე ვივარაუდებ, რომ აი სანდრო ცნობილაძე რომ არგენტინის თამაშს ნახავს, ეს უეჭველი რაღაცას დაარღვევს და ამიტომ მოდი მე ხა მას დავიჭერო, ამან არაფერი დაარღვიო. რა ხო? ნუ მეც არგენტინის ფანი ვარ, გავგევს მაგას ერთო. მაგრამ მაინც დააგავ. ხო და პლუს ეგ ორიგინალი არ მინახავს და თუ მაგიტო თუთი ვაბობ თუ საჯარო სამსახურის მოთხოვნებიდან ქართული ენის სავალდებულო ცოდნაც ამოიღეს და სააღოში ოჩა ანუ ხო და ამ ფონდ კიდე ხო ამ კაცები რაღაც ჯარიმები გაამკიცეს შევიდა ხო ეს კი აღარ არის სავალდებულო ქართული ენის ცოდნა ჯარიმები გაამკაცეს და ანუ აი საბოლოო ჯამში გვეუბნებით და მოდიხარ პროვოკაციებზე ჩვენთან ქართული ოცნება ხალხთან რა და რავი, როდემდე გაგივათ, როგორ გაგივათ, ეგ მეორე მომენტია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეგეთი რაღაცეები, ხო, როცა საკუთარ ხალხს ამ დონეზე უპირისპირდები, ნუ უმეტესობას არ გაცვლია რა, ერთი ვისაც გაუვიდა, უნდა ვთქვა, ჩრდილო კორეა, რა. ჯერ თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ქართულ ოცნებას ხარს უჭერთ, თუ ჩრდილო კორეაში გინდა ცხოვრება ყოჩაღ, ნუ მოგერიდებათ, გავაგებინეთ ჩვენც და მეორე ჩრდილო კორეა არის ძალიან იშვიათი მაგალითი, როცა მახლა ხალხი მონების მდგომარეობამდე მიიყვანეს და იქ არ ამგონია ოდესმე რაღაც აჯანყების რევოლუციის და მსგავსი მოხდეს რა და დანარჩენი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს შესაძლებელია ხო 70-იანებიდან იყო ჰაფეზ ასადის ოჯახი მორჩა ხო დღეს აღარ არის უბრალოდ სამწუხარო ის არის რომ სირიელ ხალხს ეს ძალიან დიდი მსხვერპლი დაუჯდა რა შეეხება დღევანდელ მოვლენებს არავინ არ ელოდა პრინციპში რომ ამდენი ხანი თუნდაც ჩვენი სიჯუტე გაგრძელდებოდა და ეხლა მეგობრებთან თქვი კიდევაც რომ ნუ ბოლო იმდენად ჯიუტები ვარ თემურლენგი 8-ჯერ მოვიდა და ისეთი ვარიანტია ჯიუტი ხალხი ვართ ჩვენც რა ამ ეტაპზე მართლა არ ველოდი ამდენს ჩვენგან სამოქალაქო საზოგადოებისაგან იმედი მაქვს რა წინა გადაცემა იყო ბათუმიდან რა, რომ არ შეიძლება დაიღალო სამშობლოს სიყვარულშიო და აქ კიდე მეორე მომენტია რა, ეხლა თუ დავიღალეთ, ხო? საბოლოო ჯამში, მივიღებთ
ძალიან ცუდ სიტუაციას ქვეყანაში, რომელიც ყველა ჩვენთაგანზე აისახება და ანუ ამის შემოტრიალება გაცილებით ძნელი იქნება.